ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ელეიმედის გახმაურებული პროექტის ვინ არის ერთგული მაყურებლისთვის საყვარელი გმირი ჭიამაია ხოლო ისე ყველასათვის საყვარელი მანანა თოდაძე გახლავთ დღეს ჩვენი შოუს სტუმარი ოდანდი მანანა მანანა გვირფასო საღამო მშვიდობისა გენაცვალე და მოკლედ აღმოჩენები და თავგადასავლები შენს ირგვლივ არ წყდება და ამჯერად აღმოგაჩინეთ რომ თურმე ჭიამაია შეყოფილიყარ აი ამ შესანიშნავ პროექტში. მადლობთ გია მოგესალმებით. იცი ისეთ ბედნიერი ვერ წარმოიდგენ. იმიტომ რომ მე ხო დაუწყნარებელი ადამიანი ვარ. სულ მინდა რაღაცა სულ ძიებაში ვარ, სულ მინდა რაღაცა გავაოცო ჩემი მსმენელი, ჩემი საყვარელი მაყურებელი და გითხრა რომ ფანტასტიკურად გამოგდის თან. და ისე გამიხარდა ამ პროექტში რომ მიმიწვიეს, აი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდოდა რაღაცა ჩემი თავი მეჩვენებინა და რაც მთავარია, ხო იცი აქ ყველაზე მთავარი ის რაც არის საიდუმლო რომ მე მინდა ისევ ჩვენ ქალბატონებს, ჩვენ საყვარელ ქალბატონებს მივცე მაგალითი რომ სანამ ცოცხლობ ამ ქვეყანაზე თუ გაქვს შენ იმის უნარი რომ შენ გააკვირო ყველა და გააოცო შენი ნიჭიერებით არ უნდა დაიხიო უკან კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ასაკი არის ციფრები მარტო. ზუსტად. ის არის აი გაკვირვება ახსენე შენ და აი მე ვიყავი რომ სახტად დავჭი, იმიტომ რომ საფინალო ასე თქვა კომპოზიციას რომლის შემდგომაც შენ აღმოჩნდა რომ შენ იყავი აი ამ გმირში ასე თქვა ჩაბუდებული და ახმოვანებდი ფანტასტიკურად მე აი განსაკუთრებული ვიყავი ვერაფრით ვერ მივამსგავსე შენ ხმას იმიტომ რომ აი რანაირად შენი ღმე როგორ დამალე ეს ვიბრაცია რა ვიცი აი საოცრებაა პირდაპირ აი დარწმუნებული ვარ უამრავ საინტერესო რაღაცას შეთავაზებდი კიდევ მაყურებელს და აი ძალიან ბევრი აღმოჩენა იქნებოდა კიდევ დაკავშირებული შენს პერსონაჟთან თუმცა თავისი სირთულეები ვიცი რომ ახლავს აი ამ პროექტს და იმ კოსტუმს და ასე შემდეგ იცი სხვათა შორის ძალიან რთულია ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმიტომ რომ შენ ისე უნდა შეასრულო რომ შენ არ იყო ამის მოძებნა ძალიან დამეხმარნენ გოგოები მე მინდა უდიდესი აი უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველას ვინც ამ პროექტში იყო ეს მონაწილეობდა და ვინც ჯგუფი თვითონ ფანქველას ჯგუფი არის რაღაც საოცრება მე ხლა არ მინდა ვინმე გამომრჩეს და აი მთლიანად თელ ჯგუფს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ ვერ წარმოიდგენ გია როგორ სათუთად მეკცეოდნენ და როგორი შენიღბული იყო ეს ყველაფერი იდუმალებით მოცული ისე მომწონდა არავინ რო არ იცოდა სად მივდიოდი მაი მე რეპეტიცია მაქვს აი მე გადაღება მაქვს სულ ასე ვიზახდი იმიტომ რომ მართლაც გადაღება არავინ დედამიწის ზურგზე არავინ არ მე თქვი თავიდანვე ჯერ ერთი გაუთქმელობაზეა ხელი მოწერილი და არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში და მე ზუსტად იმიტომ არც ოჯახის წევრებთან არ ვთქვი რომ მე მინდოდა რომ აი გაოცებული იყვნენ სულ ყველა ეს ეფექტი მომეხდინა აბსოლუტურად ჩემი აი როდესაც მომხსნიდან თავს რა რეაქცია ჰქონდათ შენიანებს როდესაც ეს ყველაფერი გამჟღავნდა არა კიოდნე რატო არ გითხარი? არა, თუმცა ვერ გვეტყოდი, ყველა იძახდა, იმიტომ რომ ვიცით რომ არ შეიძლება თქმა. არც ლეილამ არც არც ლეილამ არც თამუნამ ვერც მიცნეს, ვიცოდე. და იძახდა რომ როგორ დედაჩვენიო და ხო ორივე მირეკავს სათი და. ვერჩელიშვილებმა. დერა. ლეილა ცალკე მირეკავს, დეო, ვიცოდი რომ ნიჭიერი იყავი, მაგრამ ისე გამაოცეო შენი იმიტომ და თამუნამაც დიდი შეფასება ეგ არის. და თამუნამაც იგივე, დეო ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ იყავიო და ყოჩაღო მე ვამაყობ შენი თუ მე მეუნდა. თამუნაში წაყარელი. შენთვის სირთულე ვიცი რომ არ არსებობს. არც ვოკალური, არც ხორეოგრაფიული ეს იცის მაყურებელს, მაგრამ აი ყველაზე დიდი სირთულე მაინც რა იყო ამ პროექტთან დაკავშირებული? შენ როგორ შეაფასებდი ამ გადასახედიდან? იცი რა იყო, აი ზუსტად აი ეს მუშაობის პროცესი იყო ძალიან დამეხმარნენ გოგოები, რომ აი თითო ფრაზას ვფიქრობდი, როგორ თითო ბგერა, როგორ ჩამეწერა, როგორ გამომეთქვა, რომ აი მე არ ყოფილიყავი, მანანა რო არ ყოფილიყო. აი ეს იყო ცოტა რთული და ამას განვიცდიდი მე ძალიან რომ მინდოდა რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, რომ ვერავის ვერ ვეცნე, მაგრამ პირველ ტურში
ანერიმ რა თქმა უნდა მიცნო იყო ანრის ისეთი სმენა ისეთი ნიჭიერი ეს და ისეთი სმენა აქვს რომ არ ვიცი ეს კაცი მაოცებს მეგონი შენ შვილობილი უფრო მეტად არის და შვილება ვერ იგისრეს და შვილება ვერ პირველ ტურში ანრი მიცნო რა თქმა უნდა მაგრამ მეორე ტურში ვერავინ ვერ მიცნო მეორე ტურში საინტერესოა, აი მართლა საინტერესოა და პირველ რიგში ხა მე ახლა უყურებ მაყურებლის თვალით, ხო, ბადევნებ თვალს რა თქმა უნდა დანარჩენ ტურებს და ყველაფერს და ნუ მე აღთხოვანებას ვერ ვფარავ. იმდენად საინტერესო და სახალისოა ეს ყველაფერი და როგორ უხარია მაყურებელს და ქუჩაში უკვე ჭიამაიას მეძახია რომ დავიდე. ჩვენ როგორც ჩვენ შოუში ყოველ წელს ესე საფუძვლიანად ვაშუქებთ ხოლმე აი ამ პროექტს და არაერთი სტუმარი მყოლია მონაწილე სხვადასხვა სეზონისა არ არსებობდა სეზონი რომ ჟიურის რომელიმე წევრს ერთ-ერთ მონაწილეზე მაინც არ ეთქვა რომ შენ მანანახარ თოდაზე ვინც კი მაღალმოც აიღებდა რაღაცა ფულ პასერს გართმევდა თავს როგორც წესი გასახელებდა ყოველ წელს ვიყავი მანანა თოდაზე ყოველ სეზონზე მოკლედ ცხოველთა სამყაროსთან შენი წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდა ჭიამაიათი ჯერ იყავი ჩხიკვი მერე ბეკეკა და ახლა ჭიამაია და რომლად ყოფნა არის უფრო სასიამოვნო ჩხიკვად ბეკეკად თუ ჭიამაია ყველა პერსონაჟი ჩემთვის უსაყვარლესია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა ამ გმირმა დატოვა თავისი კვალი იცი რა სასიამოვნოა ეს ყველაფერი მოკლედ ჭიამაიას ეტაპი გაქვს აი შეიძლება ითქვას რას ურჩევდი და რას უსურვებდი ვინ არის დარჩენილ მონაწილეებს არ უნდა ინერვიულონ იმის გამო დაუშვათ როცა ახდიან თავს იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია და უკვე ამ პროექტში მონაწილეობა არის უკვე ძალიან დიდი გამარჯვება მე ასე ვიტყოდი იმიტომ რომ მთელი სამყარო გიყურებს ფაქტიურად საიდან არ დამირეკეს ამერიკიდან სადაც კი მიუწდებოდათ ხელი გადაცემის ყურების ყველგან წერდნენ მე სიყვარულებოდნენ და აი ისეთი კომპლიმენტები მივიღე რომ მე ახსავსე ვარ სიყვარულით ასე რომ არ უნდა ინერვიულოს არც ერთმა მონაწილემ იმიტომ რომ უკვე გამარჯვება ამ პროექტში მონაწილეობა თანაც მნიშვნელოვანი ალბათ ის არის რა კვალს დატოვებს და რა შთაბეჭდილებას და ჭიამაიამ ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რომ ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე ხლა სიხარულით მეტირება მართლა იმიტომ რომ მე არ მეგონა თუ ესეთი გამოხმაურება ექნებოდა ჩემს გამოსვლას და მე უღრმესი მადლობა ყველას ჩემს სმენელს ჩემს მაყურებელს რომ აი ესე შეაფასეს ჩემი შემოქმედება ცნობილი მწერალი და პოეტი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი გახლავთ ჩვენი შოუს სტუმარი Ozdadik kaldırma kola. საგამოშვიდობისა ქალბატონო მაყვალა დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი ხანი გეგმავდით თქვენ სტუმრობას ჩვენთან და როგორ მიხარია რომ ბოლო-ბოლო დავამთხვიეთ ასე ვთქვათ ჩვენი გეგმები და დღეს აქ ჩვენთან ბრძანდებით სტუდიაში. მე ძალიან მიხარია ბატონო გია, იმიტომ რომ თქვენი გადაცემა მე მგონი ყველაზე ქართული გადაცემა. აქ არის იუმორი, აქ არის სიყვარული და აქ არის სითბო, რაც ყველაზე მეტად ახასიათებს ნამდვილ ქართველებს. დიდი მადლობა, თემკირია. ჩვენ იმდენი მიმართულებით გვაქვს დამსახურება, აი მის შემოთვლას კი შორს წაგვიყვანს. სამწერლო მიმართულება იქნება მარტო ბავშვებისთვის ულამაზესი ზღაპრები რო ავიღოთ, აი სიკეთით სავსე. თუ თქვენი მშვენიერი ლექსები, შემდგომ 30 წლის მანძილზე მართლა ძალიან ნამდვილი მოღვაწეობა სატელევიზიო კუთხით, სადაც თქვენ ხელმძღვანელობდით საბავშვო მიმართულებას და არაერთი კიდევ სხვა. როგორ ლამაზად და რიგიანად მასპინძლობთ თქვენ როგორც მწერალი თქვენს კოლეგებს უცხოეთიდან ამის მომსწრე ვარ და ამისთვის ცალკე მინდა მადლობა გითხრათ და კიდევ ერთი მხარეა ეს არის იუმორი ჩინებული რომელიც თქვენ გამოგარჩევთ და გარდა ამისა თქვენ ისე ლამაზად ყვებით ხოლმე შინაურულ წრეში თქვენი კოლეგების მიერ მოთხრობილ ამბებს და აი მცოცხალ ისტორიებს რომ აი მეც გამისთა სურვილი რომ ეს ყველაფერი ჩვენი შოუს მაყურებელს გაუზიაროთ და პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით მინდა რომ გითხრათ სიამოვნებით ბატონო გია მე და თქვენ რაღაცით გევართ ერთმანეთს ორივე კახელისა და გურულის შვილები ვართ ასე რომ კი ბატონო ესეც გვაქვს საერთოდ გაერთიანებს და გაახლოვებს კი ბატონო ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოყვეთ ჩვენს მწერლებზე ბატონო გია ჯერ სხვა რომ არაფერი მე ვიყავი 17-18 წლის როცა პირველად მიმიღო დიდმა ოჯახმა მწერალთა კავშირის ოჯახმა და უამრავი საინტერესო რამ მახსოვს გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როცა მე პირველად დავესწარი მწერალთა ყრილობას ვიყავი 20 წლის და როგორი სანახავია რომ ერთ დარბაზში არის შოთა ნიშნიანიძე, მურბანებანიძე, ირაკლი აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნოდარ დუმბაძე, მთელი ვარსკვლავეთი, რეზო ინანიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი
და აი ამ საოცრების დროს საკმაოდ მოსაწყენია ყრილობის მოსმენა, იმიტომ რომ 2-3 დღე გრძელდება საუბარი და ვზივარ ყრილობაზე, ვარ ბედნიერი, ერთ მხარეს ის ჩემი უსაყვარლესი გოდერძი ჩოხელი, მეორე მხარეს ბატონი თამაზ წილწივაძე, იქვე პაატა ნაცვლიშვილი, უნიჭერეშის ჟურნალისტი და ჩვენს უკან ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი და რეზო ინანიშვილი. ვისმენთ ამ საუბარს და მოგბეზდა რა თქმა უნდა და ვახუშტი კოტეტიშვილმა გამოგვიგზავნა კაფია. პირველი კაფია გოდერძი ჩოხელს გამოუგზავნა და ასეთი კაფია. ყრილობა მიდის ტაატით, მე ამას გირჩევ ჩოხელო. გვერდით რომ გიზის ლამაზი, ვინძლო ეგ მაინც მოხელო. თუ ეგეც ვერ მაახერხე, მაშაკ რაისად მოხველო. გოდერძი არაფერი უპასუხა, როგორც წესიერმა მთისკაცმა და ახლა იფიქრე იქნებ თამაზ წილწივაძე შევაგულიანოო და მეორე კაფია ვახუშტი თამაზ წილწივაძეს გამოუგზავნა. შავმა ქალმა დაიუბნა, რაისად ვარ ლამაზიო. თუ გოდერძი ვერას გახდა, აგერ ამყავს თამაზიო. თამაზი რომელი მელექსე იყო და საერთოდ არ უპასუხა და მესამე ლექსი უკვე პაატა ნაცვლიშვილს გამოუგზავნა ვახუშტიმ. ყველას მე როგორ გასწავლოთ, შენც ამას გირჩევ პაატა. გვერდით რომ გიზით ქალაი ხელი გამოსდე გაატა, ასე რამ გამოგიყვანა დარცხვენილი და მორჩილი, რახან პაატა დაგარქვეს, თავიც ხო არ გაქვს მოჭრილიო. უკვე შეგულიანდა გოდერძი ჩოხელი და გაუგზავნა ვახუშტის წერილი. ცუდად ნუგად მოიხედავ მეზობლის ღობე ეზოსა, ღმერთმა ვინც გვერდით გარგუნა, რა ვქნა, ის უნდა გეყოსაო. გვერდით უზის რეზო ინანიშვილი. ეხლა ვახუშტიმ გამოუგზავნა წერილი. ჩემო გოდერძი სახეზე გატყობ კმაყოფილი ერსა, როდის ყოფილა მაძღარი, რამეს უგებდა მშიერსა. ცუდად რა გადმოვიხედო მეზობლის ღობე ეზოსა, გვერდით არ მიზის ლამაზი, რას გამორჩები რეზოსაო. ამის მერე უკვე სხვა გზა აღარ იყო და გოდერძი ჩოხელმა გამომიგზავნა ლექსი. ქალავ წაგიყვან თაშია, მაყრად მყავს, ჩოხის ხატია, ვერ დაგიფარავს საბჭოთა კომუნისტური პარტიაო. მეც უნდა რამე უპასუხო და დამწერე ლექსი. დაიბრინძები, დადიხა, როგორც თეთრწვერა ვაცია, მე შენ მაინც არ გაყვები, ქვეყნად რომ გაწყდეს კაცია მეთქი. ამის მერე უკვე გოდერძი განებდა და მომწერა. წარია შენთან ლექსობა, შენ გვერდი ჯდომაც წარია. ის დღე დაიწოს, რა დღესაც ჩემჭირად გაგიცანია. აი ეს მაშინ ვიყავი 20 წლის, მას მერე თითქმის 40 წელზე მეტი გავიდა და ეს ნაწერები მაქვს როგორც უძვირფასესი სახსოვარი ჩემთვის პირველი მწერალთა ყრილობის და ძალიან მახსენდება როგორც ულამაზესი დღეები და ასე იყო ჩემი პირველი ყრილობა მწერალთა. მე თქვენ მეგობრობა გქონდათ ბატონ ოტია იოსელიანთან, ხო თუ არსები? კი, როგორ არა. ბატონი ოტია იოსელიანის მოგონებაც მინდა, გავიგეთ რომ ბატონი ოტია უკვე ცუდად არის, მძიმედ არის და გადავწყვიტეთ რომ სიხარული მივანიჭოთ. ამიტომ უეცრად რაც შემოდა 3 დღეში მოგვესწრო, გავაკეთეთ მისი საღამო გრიბოედოვის თეატრში და მოვიდა უამრავი ადამიანი და სცენაზე არის სიჩუმეს, სიყვარულით უყურებს ადამიანები ოტიას და ყველა ჩუმადა, მაგრამ სცენაზე ამოდის ვიღაც კაცი. ხან ჩემთან მოვა და ყურში მეუბნება რაღაცებს მიყვება, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ოტიას უახლოესი მეგობარია, ან ოჯახის წევრი. ხან ოტიასთან მიდის, თურმე ოტია ფიქრობს, რომ ვიღაც შვედი წარმომადგენელია, მისი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ღონისძიების მერე წავედით, როგორც ქართველებს ჩვევია სუფრაზე. გაიშალა მეფური სუფრა და ეს კაციც რა თქმა უნდა დავპატიჟოთ როგორც ერთ-ერთი საპატიო. არავინ არ ვიცნობთ, მაგრამ სცენაზე მარტო ის დადიოდა. დავსვით ახლა ბატონი ოტიას გვერდით. გავიდა 15-20 წუთი ახალი დაწყებულია. ქეიფი და უცებ წამოხდა ოტია და იყვირა. ვინა? აი კაცი მომაცილეთო. ხო და რა ვქნათ არ ვიცი და მე ვთხარი ბატონ ოტია, მე მეგონა თქვენი ნათესავი იყო მეთქი. რა ის ნათესავი პირველად ნახე და არ მასვენებსო და გაიქცა ოტია ისეთი კაცი იყო, არ იცოდა დიდად თავის შეკავება და მისდევს ეს კაცი. ნუ რა ვქნათ ახლა ქეიფი უნდა გაგრძელდეს. გავიდნენ თუ არა, მოვითხოვათ ამ ადამს რომ ღვინო შემოიტანეთო. მოვიდა ოფიციანტი გვენბა, რის იღვინო ბატონო, ოტიასთან ერთად კაცი რო იყო, ასე თქვაო. მე და ოტია მთაწმინდაზე მივდივართ, უნდა ჩვენი დიდი წინაპრები დავლოცო და ღვინოც იმან გააყოლა და საჭმელი.
ძვირფასმა ადამიანმა უღვინოთ. და კიდე ერთი ესეთი რამ მახსენდება ბატონოტიასთან გადავწყვიტე რომ ფილმიც გადამეღო ბატონოტიაზე და ყვება ასეთ რამეს ბატონი ოტია რომ ეს ის პერიოდია როცა დედაენა აიგრძალა სკოლებში და ერთ-ერთ სკოლაშიო დამპატიჟესო და დირექტორიო გადამეკიდაო ბატონო დედაენა დავწერეო და წაიკითხეო ხო დედაენის დაწერა თურმე ის ყოფილაო დედაენას რო გააფუჭეფო და საავტორო წიგნი ამას ქვია თურმეო და ეხლა გადავშალე ერთი გვერდი ორი გვერდი და მეკითხება დირექტორიო ვისი გაკეთებულისა ეს წიგნიო როგორ მოგწოთ ბატონო ოტია როგორ მოგწოთო და სამი გვერდის მერე დავდეო ცივა წიგნიო და ბოლომდე წაიკითხეთო მეუთხარიო ღვინის გემო რო გაიგოო თხლემდე კი არ უნდა ჩახვიდო ერთი წიგნი მიხვდები ვარგა თუ არა ღვინო და მე რაყვება რომ კიდე კაიო პატივი უციაო იაკობ გოგებაშვილისო პირველ გვერდზე ეწერაო აი იაო და გავმიხარდა კაცო მეორე გვერდზე იყო აი თხაო გადმოუხტუნებია თხა წინო და მესამე გვერდზე იყო აი ასოო ეხლა უყურებო კაცო აი 100 მერე წერიაო 100 100 ჩვენო 33 100 ბგერა გვაქვს და კიდე კაი შიგარ ჩამიხატაო ასეთი იყო ჩემი უსაყვარლესი ბატონი ოტია და ჩვენ მწერალთა კავშირის გვართმევენ არის ერთი უბედურება სასამართლო პროცესები და დადის სულ ამ სასამართლო პროცესებზე ანა კალანდაძე და ოტია იოსელიანი ქალბატონია ძალიან მიმდობი ქალი იყო გულუბრყვილო ეს გენიოსი ქალბატონი და ყველა სასამართლოს მერე გადამეხვეოდა ხოლმე მეუბნება ხო გავიმარჯვეთ იმიტომ რომ ჩვენი კაი გამოსვლები ქონდა და ბატონი ოტია რა თქმა უნდა ხარს გვიჭერდა და ერთ-ერთ ასეთ სასამართლო პროცესზე გაყიდვას აპირებდა მწერალთა კავშირის შენობის და ერთ-ერთ ასეთ სასამართლო პროცესზე მოვიდა დავით შემოქმედელი და არ უშვებენ სამუთი დარჩა და ბატონი ოტია ეხმარება ფიქრობს რომ შემოაშვებიეფო და შემოუშვითო პოეტი კაციაო დაცვეულება რა ვიცი კაცო მეო იქნებაო ესო ტერორისტიაო თქვენ რო გიყურებთო კი უნდა ტერორისტობა მაგრამ რა ქნას არ გამოსდისო ასეთი ამბები ერთ ისტორიასაც მოგიყვებით შემოგვიფასებთ მოგეხსენებათ ყოველთვის წერილებში დებათა ღელვა იწყება მაშინ როცა არის არჩევნები როგორც საერთოდ ქვეყანაშიც კი ბატონო არის სადაც კონკურენცია იქ არის მე დებათა ღელვა არჩევნები ერთი ამბები და ნუ უპირისპირდებიან ეს წერილები ერთმანეს და ამ დროს სახლში მესტუმრა ქალბატონი მანანა დუმბაძე ნოდარის ქალიშვილი და მოიყვანა ჰოლანდიელი ესენი მხატვრები და ახლა დაათვალიერა სახლი ჩემი ვაჟის მხატვარია მხატვრებმა ნახეს რომ სიმშვიდეა მეუღლე მყავს შვილები მყავს ყველაფერი ნორმალურად მაქვს ოჯახში და მანანა მეუბნება მაყვალაო შენ რა გითხარიო ასეთი კაი ოჯახი ქონიაო ასეთი კაი ქმარი ყავს და რა ჯანდაბა გინდა რაზე იკლავ თავსო თაჭიქი ოჯახში და მიხედე ოჯახსო და მეუთხარი მანანა მეთქი ახლა მე რასაც გეტყვი მეთქი უთარგმნე ჰოლანდიელებს მეთქი კი ვიცი მეთქი რომ უბედურებაში ვყოფ თავს მაგრამ ქმარი მყავს მეგრელი მეთქი და თავმჯდომარეზე ნაკლებ ქალთან არ წვება და რა ვქნა არ ვიყრიდი მეთქი კენს მეთქი მეუთხარი აი ასეთი ამბები გადავიტანე მეგრელის ცოლობის გამო რა შარში გაიხარეთ გავდოვაღალა ეხლა ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან აი ამ შვენიერი ისტორიების შემდგომ ისე ნამდვილად ვერ გაგიშვებთ დღეს ჩვენი შოუ სტუდიიდან ერთი ლექსი რო არ ბრძანოთ თქვენი სიამოვნებით საყვარელო ამ ლექსს ქვია ძველი არღანი საქართველოსია როგორც ყველა ჩვენი ლექსია ბარაზე იქნება რა კარგია ქართველებს ისევ შერჩად ღიპები რა კარგია ღიპები ივსებიან ხინკლებით ჭიქა ჭიქას აკოცებს თითებს ეძებს თითები საყვარელო მითხარი ისევ ერთად ვიქნებით მღერის ძველი არღანი სიმღერა ახალი მე კი რამე მღერება ნაძლევს დავდებ მაზიანს ამ არღანზე დახატულ ვარდებსა და ბულბულებს ვიცი გააძევებენ მალე ამ დარბაზიდან როგორც ქუჩის გოშიან მშიერი შოშია მათხოვარი ბიჭუნა ჩუმად მოიძურწება და კაცები ჯიბეში მოჩხრიკავენ ლარიანს დუქნის ლამაზ ვანებმა არ ჩათვალო ძუნწებად ხინკლის ოხშივარიდან დანახულო მამულო ლოთის სიყვარულივით ჭიქაში ჩატეულო როგორ გევხარ მათხოვარს ამ პაწია მათხოვარს ვითომ თავისუფალო ამაყოდა ეულო მაინც როგორ გიხდება ეს წეული სიმღერა მომავალი შენია და ელოდე ასე როგორ მივიდეთ ასე დაჩოქილები ასე ხელგაწვდილები ხვალ საქართველობდე მღერის ძველი არღანი სიმღერა ახალი მე კი რამე მღერება
ნაძლევს დავდებ მაზიანს ამარღანზე დახატულ ვარდებსა და ბულბულებს ვიცი გააძევებენ მალე ამ დარბაზიდან უღრმესი მადლობა ქალბატონი მაყვალა მოგზანებისთვის ჩვენი სტუმარი გახდათ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი უღრმესი მადლობა მას დიდი მადლობა თავისი ახალი ვირტუოზული კომპოზიციით რიტმების შტორმი თქვენს წინაშეა ჯგუფ ქუჩის მუსიკოსების სოლისტი გიორგი ღაღაშვილი ანსამბლი დიდგორი გახლავთ ჩვენი შოუს სტუმარი. მოგესალმებით, მეგობრებო. ესე იგი, პირველად ხართ თქვენ შოუში, მაგრამ ამ სტუდიაში წლების წინათ, როდესაც ახლად ფეხადგმული ანსამბლი იყავით, მაგრამ მაშინვე ხო კოჭებში რო გეტყობოდათ ნიჭიერება, აი მაშინ იყავით მოსული და როგორ მიხარია რომ ეს თქვენი წარმატებული გზა გრძელდება და ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მოგზანება. 2 ივნის შედგება ანსამბლ დიდგორის კონცერტი კონსერვატორიაში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში და მე კიდევ მაქვს პატივი რომ წავიყვანო ეს კონცერტი. თავარი ის არის რომ ანსამბლი აგზერებს ძალიან ნაყოფიერ საქმიანობას, როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში და ჩემო გივი ამ ყველაფერზე მინდა რომ ბრძანო.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ჩვენთვის დიდი პატივია. იყო მაშინაც და ახლაც დიდი პატივია, რომ თქვენს გადაცემებში ყოველთვის აქტიურად ვიყავით წარმოდგენილი და ეს ერთიორად ზრდიდა ჩვენი ანსამბლის როგორც გამოცდილებას და ასევე ცნობადობას. დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება დიდგორს, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა გავაქტიურდით ბოლო 2-3 წელია. პანდემიამ რა თქმა უნდა თავისი დაღი დაასვა ხელოვნებას და ჩვენი ამბავიც არ იყო გამონაკლისი, ძალიან გაგვიჭირდა ისევ სცენაზე გასვლა, გააქტიურება, საზოგადოების ესე ვთქვათ თავშეყრა კონცერტების ირგვლივ და ამაში განსაკუთრებული როლი ამ გააქტიურებაში, რა თქმა უნდა, ითამაშა ბოლო პროექტებმა, რომელიც განვახორციელეთ, ეს იქნებოდა ამღერებული მუზეუმი, თუ ანსამბლის შემადგენლობის განახლება, ახალი ალბომის გამოცემა და სხვადასხვა მოგზაურობები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აი ახალი შემადგენლობა ახსენე შენ და აგერ ყავს ახალი წევრი, რომელიც ხურობდა გადაცემის ჩაწერამდე, რომ ანსამ დიდგორზე უმცროსია, ხო? დიდგორი 21 წლის არის და 20 წლის არის გიორგია. კი ბატონო, უკვე შემისრულდა ანსამბლის. ეწევი ნენელა ასაკი. ნახევარი წელი ჩვენი ტოლია. ისე საინტერესო ამბავი მითხარით, რომ 4 წევრი დაგიმატებია და 4-ვე შემისახნია, 4-ვე გიორგი. კი ბატონო, 4-ვე გიორგი. თავარი მოთხოვნა იყო, რომ გიორგი. სიადვილისთვის. გიორგი და მერე სიმღერის ვერ არის. იმიტომ რომ უმცირესო გიორგი, ერთადერთი გიორგი, არა ორნი ვიყავით გიორგი რა და ყველაზე პოპულარული სახელია საქართველოში და უმცირესობაში და გიორგი ერთად არ შეიძლება. ხო და სამოვასწორი. ან გივი უნდა ყოფილიყო მეტი, ან გიორგი. გიორგიზე შევაჯერეთ. გაგვისტრეს. გიდასტურით რომ ბევრი ვთქვათ გასტროლი ქონია საზღვარგარეთ, თუმცა აზიაში მგონი ეს ერთადერთი იყო უზბეკეთში, ისეთ ძალიან განსხვავებული გარემო, განსხვავებული ხალხი, განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა იყო აი უდიდესი ფესტივალი, 60 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა ჯგუფები და ნუ ჩვენც ახლა დავფიქრდით რომ ამ 60 ქვეყანაში ხო როგორ გამოვიჩინოთ თავი, გარდა სიმღერისა, სხვა რა შეიძლება, იმიტომ იქ რაღაცა შოუს ელემენტები იყო და უკეთ ერთ-ერთ გივის არ მახსოვს, მოვიდა იდეად რომ მოდი გარეკახურ საჭიდაოსთან ერთად ფონად წავიჭიდაოთ, ასე ვთქვათ რა. თან უზბეკეთში ჭიდაობა იციან და უყვარდიდეს სიტყვა წავიჭიდაო. წავიჭიდაო, არა, ეს ყველაზე მთავარი რომ წაჭიდაება იურისები რა. წაღლაბუცება წაჭიდაება. ეს ის პერიოდია, როდესაც ანსამბლის მნიშვნელოვანი ნაწილი დავდივართ საბრძოლო ხელოვნების შესასწავლ წრეებში. ქართული. ხრიდოლი. ზოგი იქ სადღაც იმაში ვარჯიშობს, ჭიდაობს, ზოგი ხრიდოლზე ვარჯიშობს, არც შემდეგ და სადღაც გამოგვეცადა ჩვენი ძალები რა. ამ დროს ისეთი სიტუაცია იყო რომ სოლოს მე ასრულებდი ასე ვთქვათ რა და გადარჩენას დავიწყეთ შევიდა ხომ ისეთ გადასვლა შევიდა ტაში რაღაცა და დაიწყეს ბიჭებმა წაჭიდაება და ეს ჩვენი ბატონი გივი ბაქრაძე შევიდა ეშში ესე თან შეთანხმება სულ სხვა იყო რომ ო დაჭიდაებაო და მე წავახსენე და შევიგდებოდი ხაბარელი სილეთი იყო თუ რომ აღარ მახსოვს რო აცია ისრული ჩვენი გივი მეორე გივი რო აცია და ჩაარჭოს სცენაზე დააფინიშა ხო ბოლო ხან ძლივს მოვასულიერდა არის იატაკი იყო ხმაც იყო ესე 13 წავიდა არა ხალხში მართლა გამოიწვია რა მოწონება ოვაციო ტაში მაგრამ ეს ბატონი გივი იყურება ანუ დუბლიორი ვეღარ გავაკეთე ესე იგი ხელოვნება რომ სფეროს მოითხოვს ასე გაიგო გივი ხო პირდაპირ ვარაკაც წირავდა ის ხარზე გამარჯვებული გივი მეძახდა აბა შემდეგი ვიდამოყვა სასწრაფო დაუნთავრეთ სიმღერა მოკლედ დღეს რა სიმღერა მოგვიტანეთ ჩვენ შოუში სანამ გადავალთ სიმღერაზე აუცილებლად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს რომლის დახმარების გარეშეც ეს ბოლო წლები განსაკუთრებით შეუძლებელი იქნებოდა ანსამბლ დიდგორის წინსვლა და თუნდაც არსებობა ასევე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სადაც ჩვენ რეპეტიციოთ და გასაოცარი მხარდაჭერა გვაქვს ამ ცენტრისგან და სხვადასხვა მხარდამჭერები რომლებიც ამ კონცერტს ესე ვთქვათ სათანადო დონეზე დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა ყველას ასევე ვისარგებლებ ისევ შემთხვევით და ჩვენს ბოლო ალბომს გადმოგცემთ საჩუქრად ეს არის ჰარირამა მეგრულ აფხაზური სიმღერების ალბომი სადაც ესე ვთქვათ ვეცადეთ რომ თანაბარ დონეზე წარმოგვეჩინა ამ ორი კუთხის სიმღერები სადაც არის რაიმე სახის მსგავსება ამ ორი კუთხის ფოლკლორს შორის ძალიან დიდი მადლობა ეს თქვენ ახლა რა შეეხება იმ სიმღერას
ამ წუთას რომ მოისმენთ ჩვენი შოუს მაყურებელი. ბატონო, ეს სიმღერაც ამ ალბომის ესე ვთქვათ ინსპირაციაა. სიმღერას ჩვენ დავარქვით ვოისა ჰარირამა, იმიტომ რომ გაერთიანებულია ორი სიმღერა, ვოისა მეგრული სიმღერა და ჰარირამა აფხაზური სიმღერა. აი გივის იდეა იყო რომ ეს ორი სიმღერა შეგვეერთებინა და მე მგონი რომ გაამართლა. აბა ხო მადლობა სტუმრობისთვის ანსამბლ დიდგორს წარმატებები უსურვოთ მას. ეს ამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.